საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს ბატონ ლევან რატიანს. ეხლა ბატონი ლევანი უახლესმა ისტორიამ და იმ მოვლენებმა, რაც განვითარდა ზოგადად სამყაროში და საქართველოში, წარმოაჩინა როგორც მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ქართველი მამულიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დავწუნოთ, რომ ძალიან დიდი და უშუალო წვლილი შეიტანა, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. მე გულისხმობ იმ საერთო სენს, რაც ჩვენს ქვეყანას და ზოგადად სამყაროს თავს დაადგდა COVID-19-ის ამ ვირუსის გამო. მე დავჭი ძალიან მოხარული, როცა მოვისმინე მისი შეფასება იგივე ვირუსთან დაკავშირებით, როგორი მომზადებული შეხვდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ ამ თვალსაზრისითაც მან გამოარჩია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი. ჩემთვის ეს შეხვედრა წარმოუდგენელი იყო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ამ უნივერსიტეტს და უსურვო წარმატება და ძალიან მალე უახლოეს პერიოდში იმ კუთხეში დაბრუნება, რა კუთხის სახელით ამ უნივერსიტეტს გააჩნია. იმედია მალე დადგება ეს დრო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ ტერიტორიას დაებრუნებს, რა ტერიტორიაც მას ისტორიულად გააჩნია და უსურვებ წარმატებებს და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ასეთი თბილი შეხვედრისთვის. Გვაინტერესებს ყველას თუ რამდენად საშიშროება გველოდება წინ. რამდენად უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და პრინციპში მე ვთვლი, რომ კარგია ადამიანი უშუალოდ იმ მონაწილე ადამიანისგან მიიღებს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, ძალიან მომწონდა ისედაც და დღეს რო დავინახე, რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი ისეთი სიტყვებით მსჯელობს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისათვის, ვინც არ არის ექიმი და ვთქვათ, არ ესმის მედიცინა, იმისთვის უფრო გასაგებია.